დღეს თბილისის ზღვაზე პატარა ექსპერიმენტს ჩავატარებ. მოსალმება დამავიწყდა. მოგესალმებით. თბილისის ზღვიდან ექსპერიმენტს რაც შეეხება, რა ექსპერიმენტი ისე, წამოვედი ნანოთი. 0.1-დან 2 გრამამდე შავი გედით. დიდი ხანია მივატოვე ნანო ჯოხი, ამიტომ ჟარგონულად რო ვთქვა, მინდა რომ ვიკაიფო ცოტა პატარა ჯოხით. კაი პირაში მდგომარეობს ხოლმე რომ ესეთ პატარა ჯოხზე, მიკროსატყუარებზე სულ რო პატარა თევზი დაგიჯდეს, ისეთი შეგრძნებები და ისეთი ბრძოლა არის ხოლმე რომ სასიამოვნო არის ძალიან. ამიტომ ვეცდები რომ ნანო ქორჭილები მოვატყუო და ხშირად ვხედავ ხოლმე რომ შამაიები ნაპირში დაცურავენ და ეს თბილისელი შამაიები რა გახდა რომ ვერ მოვატყუე ისე. რამოდენიმეჯერ ვცადე ნანო ჯოხით არა იმ დიდი ჯოხებით, მაგრამ ვერაფერი ვერ ავაღებინა. რა ვიცი, სიონზე თუ ტყუდებიან და იქ ალაზანზე ეს თბილისელები რა გამოცდილები დამხვდნენ, აქ არ ვიცი. წამოვიღე რაც ამ ყანყალები აღარ წამომიღია ახლა. წამოვიღე პატარ-პატარა სატყუარები. ეს ვაფშე უთი ახალი მაქვს. ამაში უფრო კარგად კომფორტულად, კომპაქტურად ჩავალაგე, გლამაზად, ყველაფერი კარგად ჩაეტივა, ეს საკალმახი სილიკონებია, საქაშაპეებიც და ამათთან ერთად მქონდა ხოლმე ეს პატარ-პატარა მიკროსატყუარები. ფლეშლურეს ესეთი თაგვები, კოღოს მატლები, წითელი, შავიც. ეს ფლეშლურესის პატარა თაგვებიც 3 ფერში მაქვს მინიმუმ, თუ 4-ში არ მახსოვს. 0.3 გრამი მიყენია ახლა სიმძიმე. და ეხი დავიწყო. რაღაცით დავიწყებ მოკლედ. რომელიმე ან უფრო ალბათ კოღოს მატლით. ან შეიძლება პატარა თეთრი ფლეშლურესის თაგვით. ესე. სელექტის ყუთია ეს დუოს ლოგო მე დავაკარგე. პლუს. Всё, დანარჩენი იმედია რომ რაღაცას მოვახერხებ და საინტერესო საყურებელი ვიდეო გავომივა. ნახოთ აბა. პირველი სავარაუდოდ ხორჭილა. კი. გამორთული მქონა კამერა რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებდი სილიკონებზე. რომელიც გაამართლებს, მე იმას დავტოვებთქო და გაამართლა მოვწიოჯე. empty bases. მოდია, გამოგაჩინო. შეძაღლო. ესე. ფიჭო მოვყარი მე. წაწად, შო, მოგაზა. empty bases პატარა კორაზე. დადგა ახლა იქ. შტერი. ზამაცავით. ჩაგირტყა? აი, ბიჭო. რა არის ესატო? შემიკა. არ წესი ქორჭილა იქნება, ოღონ თხეებში არ შეძრეს. კი, ქორჭილა არის. აუ, რა დაატრიალა თავიდან. Молодец. Модига. ეს იგი უკვე იმაზე მოზრდილი არის, რაც წეღა. და სად გლანდუციებში გადაუგდია. ესა, ამ სილიკონს კორა ქვია, თუ ნეკო ქვია, მე მგონი. სულ მეშლება ერთმანეთში. კარგი, პატარა. ის გინდა შენ. მაგრამ პლიზარეში ვერ ამოვაცლი.
ოპა. ცოტაც ესე. შვენიერი ზომა ამ ჯოხისთვის. მგონი ნეკო ქვია ამ სილიკონს მოკლედ MTB-ის ნეკოა ეს. შეგიძლიათ მეტეორი ჯიზე შეხვიდეთ და ნახოთ. მარტო ესენ იქნება ბევრი პროდუქცია დაგხვდებათ და კიდე დაემატება ბევრი რამე. ახლა მომავალში. ვა. ო. ბიჭოს? ჟადა არტყა? აი, кайფი ამ ჯოხს აქვს. თუ გინდა რომ იკაიფო ესეთი ზომის გორჭილებზე. ეხლა ქორჭილას ამ ჯოხით პირველად არ ვიჭერ, მაგრამ ისეთ პერიოდში ვიჭერდი ხოლმე რომ ესეთ ძალაზე არ იყვნენ. ეს ეხლა იდეაში ნანო ქორჭილად არ ითვლება ისეთი ზომის ქორჭილაა, მაგრამ მაგარი кайფი აქვს ძა. მოცა? წეგან ჩავწყვიტე. და მე მგონი ეს ერთი ცალი მაქვს დარჩენილი სილიკონის და ეს წონის ამ წონის ჯიქთავის და დიდი იმედი მაქვს რომ აღარ ჩავწყვეტა ესეთი ქორჭილა ეს ერთ ფოტოს უცბად გადავუღებ ჯოხთან ერთად და მე მივაბრძანოთ უცბად სადა ხარ აქ ხარ ეს დამშვიდი ეზოლიანო გაიძვერა და დავაი მოწუწკე ცოტათი ჩაიძიროს რომ მაინც ქორჭილა ზედაპირის თევზი ნაკლებად არის ხოლმე შედარებით მაგრამ ხანდახან იცის ზევიდანაც გიჟივით თამაშდა აი კიდე ერთი ეს უკვე ნანო ქორჭილა და ამ ჯოხით აი ესეთი ზომის ქორჭილაზეც кайფობ. ამაზე პატარაზეც კი кайფებ ამ ჯოხით, აი. ეს იქნება ერთი 13 სანტიმეტრი ალბათ. თლათ ნანოც არ არის. ჩათვლადიც არ არის. ტურნირზე ესეთი ზომა არ ჩაითვლება. ტურნირზე 15 სანტიმეტრიდან არის ხოლმე. ცოტა ჩავიდეს. მიყოლებით მეორე თუ დაჭდება. პირდან გამოვაცალე. არა, გადამიკვნიტა. გადამიკვნიტა, ქარიყლაპია იყო აშკარად. რო დამირტყა ისაქნა. მოაკვნიტა, აი. აგე? წვერზე ჩანდათან. ჩემი კაი რა. ერთი ბეწოს ატყუარაზე რა ჯანდაბა მოიყვანა. აი დაარტყა თუ არა იმ წამსო გადაკვნიტა. ფუ. რა გინდა როგორ ეს ხეები რო არ იყოს უფრო კარგად ხეებში შეშინებული ვარ შეგიძრეს ისეთი თხელი ის არის მონტაჟი რო აი დაარტყა კიდე ისეთი თხელი მონტაჟია რო უეჭველი გადახეხავს აი არ არის ეს თლათ ნანოზომა საშუალო
კორჭილა. ოპ, გაზურა. იდი. არა, რა ვიცი, წინა ვიდეოები რაც გადაღებული მაქვს. ასეთი სატყუარები მეყენა და. ეგ რომელი არის? რა მწვანე. ეგ კაი სატყუარაა და თუ მაინც და მაინც შეცვლა გინდა ის დააყენე, აბა, სნექი დააყენე. ორნახევრიანია შენი, მაგრამ მაინც. ეგრევე. ვარდნაზე აუღია მე არაფერ შუაში არა ვარ. მოვედე, რას მოვედე. ჩანსად გადაუყლაპიას რა არის. ეგრე როგორ ხშიოდა. ეუ. ნუ ვერ ხედა. მიკაი რა. სისხლი მოსდის. აი უნდა გავთიშოთ ვერე ვიწვალო. აღარც ნეკო მაქვს. მარც გამაკაცოს ნემსკავი. და 0.3 გრამიც ბოლო გამიკეთია მე მგონი. არის უკვე მოზრდილი ჩანს. ესე კარგად დაარტყა. კი ბატონო. მოზრდილია, მაგრამ დიდი არ არის. ესეთი ზომის. ჩემი მეგობარი მოვიდა და ცოტა მოზრდილებს წავიღებო და მთხოვა რომ თუ მოზრდილს დავიჯერ შევუნახო. მაგრამ ეს მოზრდილი არ არის. ატარა მოყვებოდა და ნამდვილი ნანოქორჭილა ესე გამოიყურება.
დედო რა ჯანდაბა ოჰო რა ხდება ცოტა დაუ რაღაცა მონსტრი დაჯდა ამ ჯოხისთვის სანდრო eta ქვებზე ამ ჯოხისთვის რა კაი ქორჭილა არის ნახე eta არ გაწყვეტავდეს ხებში არ ჩაიმარლა ალბათ და ესეთი იყო დღეს წეგანი გადაისკნა ქვაზე გადამიჭრა ნოფილი არა მეგონი დაიღალა არა ჯერჯერობით დაბმული მყავს მაგრამ ძალიან პატარათი აქვს გამოდებული და იმედია მოვასწრებ ცოტა გადამოდი შეუხერო ოპა აი ქორჭილა ამ ჯოხისთვის ეხლა ეს ქორჭილა არის სუპერ ქორჭილა აი ქორჭილა ჩემი კაი რა მაგარი ზომა აი დამშვიდდი გამოვაცალოთ შავი კოღოს მატლი ფლეშლურესის და ესეთი ბომბორა ქორჭილა რა მაგარი ზომა კაი ამას სანდროს გავატან ესეთ ზომებს აგროვებს ოპ პატარა მარა რა უხშობს ველურად დაარტყა შემაფეთიანა ცოტა ისევ შავი სადა იქიდან ჩამოვიდეთ მანქანით ნახე ზაცებიდან გამოვიღე და ქორჭილა დაჯდა ჩემი კაი ზაცებში იყო ამოვიღე და ქორჭილა მიასხდა ჰოპ გინდა? ბიჭო ხო რა მაგას შევხვდი აჰა ბევრი თუ არ შეგროვა და გავუშვებ ხო რა ხდება? ამაზე 2 წლის წინ გავდივარდი მას პატარა სინოფსი ჩაოლები ჯიგზე გადავედი ყველაფერი ჩავწყვიტე ნანოზე სათევზე რა უცნაურად მომყვება მადიაკ
პატარაა, მაგრამ ესეთ ჯოხზე იმენა მაგარი кайფი აქვს. ცუცგა. შემოვიდა რაღაც გუნდი. რა პატარაა და რა მაგრად გადმოცემს ხელში. ჯოხში, თელი кайფი. მორიგი. 1 გრამზე გადავედი. ყველაფერი რო ჩავწყვიტე. არ ვიყავი ბოლომდე მზად ესეთი ჩატყოტებისთვის. შავიდა და წავიდა. Ay, gide. Oh. რა გიჟდა. ეს იმათთან შედარებით ცოტა მოზრდილია. დიახ. ანდრო დაგიტოვო? ცოტა მოზრდილია. ეს ნიჩიოზომა. გადმოიწიე, მოდი შენც აქეთ. აი აქ დავდებ. წყარო წყალში. აქ რაღაცა კიდან გამოდის წყაროს ავითარი. აქეთ. ტყის ქორჭილები რა შვებიან. Opa. პირველივე ჩაგდებაზე ანდრო. ცოტა ხანი იყავი შე. შეუძომა, თეთრ შეგინახავდა. აი მეორე ჩაგდებაზე თუ დაჯდა მე მოდი. ეს აქეთ შეგინახავ.
თუ არ უნდა ტვისტერი. თუ არ უნდა ტვისტერი მოგზანდა თუ არა. ტვისტერიჩი. ზადი ტვისტერიჩი. ფოსფორისფერი ტვისტერი. ღამის ტვისტერი. რალამაზად გაწითდა იქიცა. მოკალეთ დღევანდელი თევზაობით. კმაყოფილი ვარ ცალმხრივად. იმიტომ რომ უამრავი ჩაწყვეტა მქონდა. რითიც დავიწყე ის აწყობილი ჯიქთავები. მარმიშკაზე სათევზაო. რამდენი ხანიც მეყო. შვენივრად ვიკაიფე იმით. მე ჩვეულებრივზე გადავედი ახლა. სხვა გზა აღარ მქონდა და იმიტომ და დიდ სილიკონებზე. ჯოხს რა შეეხება, რა ვიცი. შემდეგი მოსვლაც ამ ჯოხით მექნება აქ უეჭველი, იმიტომ რომ ესე ქორჭილაზე არ მიკაიფია. ესე დღონიერ ქორჭილაზე, ახლა გაზაფხულზე რო ვიჭერდი, ესეთი ძალა არ ქონა, თორე ზოგი შეიძლება ამას დიდი ქორჭილაც იყო. და დაჟე კობრიც ხომ ყავს ამ ჯოხზე დასმული. მაგრამ ნუ აი ეს იყო кайფი მაქსიმალური ამ ჯოხით რაც შეიძლება, ასე რომ ნანოთი თევზაობა ქორჭილაზე არის იმენა იდეალური რა. აი მე ძალიან მომეწონა. ამაზე შემდეგზე მეორე ჯოხზე მიხვევია დიეზი 02 ჰარდკორის ზევანი და ის უნდა გადმოვახვიო, მაინტერესებს ახლა. მაინც და მაინც დისტანციაზე არ დგას ხოლმე ქორჭილა და ვფიქრობ, რომ იმითიც საჭირო მანძილზე გავისვრი. და ეს ხშირი ჩაწყვეტა არ მექნება. უკეთესად მომზადებული მოვალ მერე და ახლიდან შევერგინები ქორჭილებს. აბა ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.